ვარ მარიამ ნაკაშიძე 7 წლის. სწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ხატვა, ცეკვა, საჭმელის გაკეთება და დედიკოსთან დროს გატარება. ხატვაზე არ დავდიოდი და ჩემით ვისწავლე. მე ვიცი გოგოს ხატვა, ბალერინის ხატვა, ყვავილის ხატვა, პონის ხატვა, კიდე ვარდის ხატვა, კიდე სახლის, ზღვის, პალმის, ძაღლის, ბაჭის, კურდღელის, კატის. ყველაზე ძნელი არის ადამიანის დახატვა. იმიტომ ცოტა რაღაცები კიდე უნდა თვალები, რაღაცნაირად უნდა წარბები, მე რაღაც ესეთები. ყველაზე ადვილი არის პონის დახატვა, ცხოველების დახატვა არის ადვილი. ცხოველების დახატვა 1, 2 და ყურები და ის თვალები გავუკეთე და ცხოველია უკვე. მე ძალიან მიყვარს ცხოველები, განსაკუთრებად ლეკვები. სახლში მინდა მყავდეს 1 ლეკვი და 1 ლეოპარდი. ჩემი საყვარელი ფერი არის ვარდისფერი და არ მიყვარს შავი. ჩემი ნახატები არ გამიყიდია და მინდა გავყიდო. ჩემი აზრით იყიდი ჩემი მეგობრები. იმიტომ რომ მე ცოტათი ისე ხატავ, მაგრამ ძალიან კარგად ახლა ხო კი გამომდის. და ჩემი მეგობრებს უყვართ ყველაზე მეტად ხატვა, ჩემნაირად. ნიცა იყიდის, ნიცა არის ჩემი მეგობარი, ნიცა ქვარაია და სულ ერთად დავდივართ სადღაც, ხან ერთად ვერთობით. ანა მარიაც ჩემი მეგობარია. ერთი პატარა ეზო მაქვს. და იქ ცხოვრობ ნიცა და ანა მარია და ჩავდივარ ხანდახან იმებთან და თამაშობთ. თუ გაყიდიან, მეც ვიყიდი მათ ნახატებს. ეზოში თამაშობთ წრეში ბურთს და ხამე დამალობანას და ვაშინებთ ერთმანეთს. მე მეშინია უბრალოდ ცოტა მეშინია ობობების მეშინია, დიდი ობობების. როგორ შემხდა და მინდოდა ეზოში ჩასვლა. იქ იყო ესეთი კედელი და იქ იყო ობობა, დიდი ობობა. და მე ეს შემეშინდა რა და უკან დავბრუნდი. მეთქი არ ჩავალი იყოს, დაველოდები ცოტა ხა ეს ობობა როდის წავა ხან სადღაც. ამხელა იყო ახლა, ამხელა. მაგრამ მაინც მეშინიოდა. მე ასევე მიყვარს ცეკვა და დავდივარ ცეკვის წრეზე. 6 წლის დრო გავხდი, შევედი სკოლაშიც და ცეკვაზეც. თავიდან გამიჭირდა ფეხის ცხერებზე დგომა. ხან ფეხი მტკივა რა, ესე დიდი ხანი წერებზე რო დგავარ და ვერ უძლებ. ჩემი საყვარელი ცეკვა არის აჭარული. საყვარელი ილეთი არის ესე რო ვაკეთებ, ეს. ცეკვა ძალიან 9 საათზე მოვდივარ ცეკვიდან. მივდივარ 7 საათზე და 9 საათზე მოვდივარ. კი ვიღლებ, მაგრამ იმყოფნა ძალიან მომწონს. კონცერტი ჯერ არ ქონია და ახლა ვემზადებით. არ ნევიულობ და მიხარია დიდ სცენაზე რო ვიცეკვებ. კონცერტისთვის უკვე მაქვს კაბა. ესეთია რა, ესეთი და იქ ქვედა კაბა მოყვება. და ეს რო იმას ეზამ ცეკვის კაბა და კიდე შავია თლიანად, შავი. და კალის მოყვება კიდე კამარი, ესეთი. გზელი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს რომ ყავს კარგი მასწავლებელი და კარგი მეგობრები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია მარიამ კოჭაძე. ყველაზე ცალკია გეგა ფარტენაძე. ყველაზე ჭკვიანია სოფია. ყველაზე მშვიდია ნინია. რთული გვარებია და არ მახსოვს. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი და ლამაზი. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია ცირა ბაკურიძე. გვეხუტება, გვეფერება და თუ რაღაცა რთული არის, გვეხმარება. რა გავიზრდები, მინდა გამოვიდე ხატვარი. ბავშვობაში მინდა გამოსული ვიყავი პრინცესა არიელი. სახლში ცხოვრობთ მე, მამიკო, დედა, ძმა და ბაბუა. ჩემი ძმა არის 16 წლის და ქვია ნიკუშა. ესა კეთილი, ჭკვიანი და ნიჭიერი. მამიკო არის საყვარელი, სიმპათიური და მაღალი. დედიკო არის ლამაზი და მზრუნველი, თბილია და მეფერება. მე ვარ კარგი დიასახლისი. სახლსაც ვალაგებ და საჭმელებსაც ვაკეთებ. პირველად საჭმელი რო გავაკეთებ, ვიყავი
6 წლის. ეს საჭმელი იყო პიცა. ეხლა ყველაზე გემრიელად ვაკეთებ ხინკალს უფრო. ჩემს საყვარელი საჭმელი არის პილმენი. მიყვარს კითხვა და ჩემს საყვარელი წიგნია დედა ენა. საყვარელი ფილმია მარტო სახლში. ჯადოსნურის ჯოხი რომ მქონდეს მექნებოდა ჩემი მისათამაშო მაღაზია. სამგზავროდ სიამონებით წავიდოდი პარიზში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია ჩემზე დიდი თოჯინა. მე ოცნებობ დიდი ესეთი თოჯინა როა. კი ანუ ესეთ თოჯინაც არსებობს, რომ ამხელაა თოჯინა, ამხელა. შემდეგ მონაწილეს უტოვებ შეკითხვას. რომელია მისი საყვარელი თამაში? მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაშია მარიო. ბედნიერება არის, რომ ლეკვი მყავდეს. ლეკვი თუ მომიყვანდნენ დაბადების დღეზე, ეს იქნებოდა ჩემი კარგი რეაქცია. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.